მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის ივნისის ტაროსკოპს კუროებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია, თასების 7-იანი. ივნისი თქვენს ცხოვრებაში შემოიტანს მრავალფეროვან არჩევანს, ოცნებებს, ილუზიებსა და შესაძლებელია გარკვეულ ბუნდოვანებასაც. გექნებათ პერიოდი, როდესაც თქვენს წინაშე ერთდროულად რამდენიმე მიმართულება, შემოთავაზება ან იდეა გადაიშლება, თუმცა ყველა მათგანი არ იქნება რეალური და საიმედო. შესაძლებელია გაგიჩნდეთ სურვილი, რომ მოწყდეთ რეალობას და სასურველი გაასაღოთ რეალობად, რაც ბუნებრივია ზრდის შეცდომების დაშვების რისკს. ამ ბარათის ენერგია მიგითითებთ, რომ თვის განმავლობაში იქნება ემოციური მობილიზება, შეეცადეთ არ აყვეთ ზედაპირულ მაცდურ წინადადებებს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმეშიც. მთავარია შეძლოთ ილუზიების გაფილტვრა, მოიხსნათ ვარდისფერი სათვალეები და დაინახოთ მოვლენები ისეთად, როგორიც არის სინამდვილეში. ეს ფონური ენერგია მთელი თვის განმავლობაში შეგახსენებთ, რომ არჩევანის გაკეთებისას სიფრთხილე და საღი აზრი გჭირდებათ, რომ არ დაკარგოთ თქვენი ძვირფასი დრო და რესურსები ფუჭ მოლოდინებზე. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. თასების რაინდი. პირად ცხოვრებაში ეს არის ძალიან თბილი, რომანტიკული და ემოციურად დატვირთული ბარათი. იგი მიუთითებს, რომ ივნისში თქვენთვის წინა პლანზე წამოვა გრძნობები, სიყვარულის გამოხატვა, ზრუნვა და ჰარმონიის ძიება. შესაძლებელია თქვენს გარემოცვაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ემოციებს, კომპლიმენტებს და აღმოჩნდეთ ყურადღების ცენტრში. თუმცა თვის ფონური ენერგიის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ამ რომანტიკულ ტალღაზე ყოფნისას არ გამოგეცალოთ მიწა ფეხქვეშ და ემოციურმა ილუზიებმა არ აგირიოთ თავი. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მე-13 მაღალი არკანის სიკვდილი. თუ თქვენ უკვე იმყოფებით პარტნიორულ ურთიერთობაში, ეს ბარათი მიუთითებს, რომ თქვენი კავშირი გარდაუვალი ძირეული ტრანსფორმაციის ეტაპს გადის. ძველი ფორმატი, ძველი წყენები ან ურთიერთობის ის მოდელი, რომელიც აქამდე გქონდათ, უკვე ამოიწურა და წარსულს ბარდება. ეს არ ნიშნავს აუცილებლად დაშორებას, რა თქმა უნდა, არამედ მიგითითებთ კრიზისის მეშვეობით ახალ საფეხურზე გადასვლაზე. შესაძლებელია მოგიწიოთ გარკვეული თემებისთვის საბოლოოდ წერტილის დასმა, რომ ურთიერთობამ განახლებული რესურსებით შეძლოს სუნთქვა. ნუ შეგეშინდებათ ამ ცვლილებების, რადგან ტრანსფორმაციის გავლის შემდეგ თქვენი კავშირი გაცილებით უფრო ღრმა, სერიოზული და მყარი გახდება. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, თასების 6-იანი. ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში ძალიან გააქტიურდება წარსულის ენერგია. შესაძლებელია თქვენს რეალობაში კვლავ გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან, ყოფილი პარტნიორი ან ძველი ნაცნობი, რომელთანაც თბილი ნოსტალგიური მოგონებები გაკავშირებთ.
მეორე მხრივ შესაძლებელია თქვენ თავად იყოთ შინაგანად მიჯაჭვული ძველ ურთიერთობებზე, რაც ხელს გიშლით წინსვლაში. ეს ბარათი გირჩევთ, რომ წარსულიდან მხოლოდ პოზიტიური გამოცდილება და სითბო წამოიღოთ, მაგრამ ნუ შეეცდებით იმ ილუზიის გაცოცხლებას, რომელიც რეალობას აღარ შეესაბამება, გახსენით გული ახალი და ჯანსაღი ემოციებისთვის. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ივნისში საქმიანი სფერო. კვერთხების ტუზი. ივნისში იქნებით უზომოდ მოტივირებულები და გექნებათ საოცარი სამუშაო განწყობა. შეძლებთ მობილიზდეთ, გამოავლინოთ განსაკუთრებული ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები. თქვენი პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება შეუმჩნეველი არ დარჩება გარშემომყოფებისთვისაც, რაც მათი მხრიდან შესაძლებელია გამოიხატოს თქვენი აღიარებით, კომპლიმენტებით, შესაძლებელია მადლიერებითაც და იგრძნობთ დიდ პატივისცემას. ეს ბარათი არის ახალი, მძლავრი იმპულსის, იდეის, შანსისა და შემოქმედებითი იმპულსის ენერგია. გეძლევათ ძალა და ენთუზიაზმი, რომ დაიწყოთ ახალი პროექტები, აიღოთ ინიციატივა საკუთარ ხელში და თამამად განაცხადოთ თქვენი ამბიციების შესახებ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების 6-იანი, სამსახურებრივ დონეზე ეს ბარათი მიუთითებს სტაბილურ, ჰარმონიულ და სამართლიან გარემოზე. ამ პერიოდში შესაძლებელია მიიღოთ კუთვნილი პრემია, დახმარება ხელმძღვანელებისგან ან კოლეგების მხარდაჭერა. ურთიერთობები იქნება დამყარებული ურთიერთპარტივისცემასა და თანასწორობაზე, თქვენი შრომა დაფასდება სათანადოდ. ასევე ეს ბარათი მიგითითებთ, რომ კარგი იქნება თუ თქვენც გამოიჩენთ კეთილგანწყობას გარშემომყოფების მიმართ, გაუზიარებთ თქვენს გამოცდილებას კოლეგებს, ეს კიდევ უფრო აამაღლებს თქვენს ავტორიტეტს გუნდში და მოგიტანთ მეტ წარმატებას. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მესამე მაღალი არკანი იმპერატორი ქალი, ივნისის საოცარ ნაყოფის მომცემ შესაძლებლობებს მოგიტანთ. ეს ბარათი მიუთითებს, რომ თქვენი ძიებების პროცესი ფინალურ ეტაპზე გადადის და არის მაღალი შანსი, რომ ბრწყინვალე შედეგით დაგვირგვინდეს. შესაძლებელია გამოჩნდეს ისეთი ვაკანსია ან შემოთავაზება, რომელიც მოგცემთ ხანგრძლივ სტაბილურობას, კარგ პოზიციას და შემოქმედებითი თვითრეალიზების საშუალებას. მთავარია გამოავლინოთ თავდაჯერებულობა, წარმოაჩინოთ თქვენი ნიჭი და პროფესიონალიზმი, რადგან სამყარო ამ პერიოდში სრულად თქვენს მხარეს იქნება და ხელს შეგიწყობთ საუკეთესო პოზიციების დაკავებაში. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, კვერთხების 5-იანი, ამ პერიოდში საქმიან სფეროში მოგიწევთ შეჯახება საკმაოდ აქტიურ კონკურენციასთან, აზრთა სხვადასხვაობასთან, ან შესაძლებელია მოგიწიოთ პარტნიორებთან კამათი. ეს არ არის დამანგრეველი ენერგია, ეს არის ჯანსაღი ბრძოლა საკუთარი პოზიციების დასაცავად, ინტერესების გასატარებლად და ბაზარზე საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. მოგიწევთ ენერგიის მობილიზება, რომ დაამტკიცოთ თქვენი მიდგომების სისწორე. შეინარჩუნეთ სისტემატურობა, მიყევით უკვე არსებულ გეგმას და იზრუნეთ პროფესიული ავტორიტეტის გამყარებაზე. ეს დინამიკა საბოლოო ჯამში დაგეხმარებათ, რომ გამოაფხიზლოთ თქვენი საქმე, დაინახოთ სუსტი წერტილები და მეტად კონკურენტუნარიანი გახადოთ თქვენი ბიზნესი. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ივნისში, ხმლების ტუზი, ფინანსურ სფეროში ამ პერიოდში შემოვა აბსოლუტური სიცხადე, ლოგიკა და რაციონალიზმი. ეს ბარათი მიუთითებს, რომ თქვენ შეძლებთ მიიღოთ მკაფიო, მნიშვნელოვანი და სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები, შესაძლებელია მოაწეროთ ხელი ახალ ფინანსურ ხელშეკრულებას, დაუსვათ წერტილი გაურკვევლობებს,
ან იპოვოთ შემოსავლის ახალი, სრულიად ლეგალური და კონკრეტული წყარო. თქვენი ანალიტიკური აზროვნება საშუალებას მოგცემთ რაციონალურად გადაანაწილოთ ხარჯები და შემოსავლები, ყველანაირი ილუზია, რომელიც ფინანსებს ეხებოდა, ამ პერიოდში ჩამოგცილდებათ და დაინახავთ რეალურ ციფრებს, რაც დაგეხმარებათ მყარი მატერიალური ბაზის შექმნაში. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მონეტების პაჟი. სამყარო გირჩევთ, რომ ივნისის განმავლობაში გამოიჩინოთ პრაქტიკულობა, მიწაზე მყარად დგომის უნარი და მიაქციოთ ყურადღება დეტალებს. ახლა არ არის გრანდიოზული, გაუაზრებელი ნახტომების პერიოდი, დაუთმეთ ეს დრო სწავლას, ახალი უნარების ათვისებას, ინფორმაციის გულდასმით შეგროვებას და მცირე, მაგრამ მყარი ნაბიჯების გადადგმას. ნებისმიერ საქმეს მიუდექით სერიოზულად, პასუხისმგებლობით და დიდი მოთმინებით. პატივი ეცით საკუთარ მატერიალურ რესურსებს და დათესეთ მარცვალი მომავალი დიდი წარმატებისთვის, მშვიდად, ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად. ასეთი იყო 2026 წლის ტაროსკოპი კუროებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ info box-ში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.